საქართველო დანიას უკვე შეეჯიბრა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გადიოდა, იქ 3-3 დამთავრდა და უნდა გითხრათ ისიც, რომ მაშინ პირველი ვიდეო იყო ჩემი თან დანია, საქართველო ასეთი ძლიერი არ იყო, დაიწყო თამაში და ახლა კაკაბაძეს აქ ბურთი და რა კარგად დაინახა მიქაუტაძე, გაუყოლა, მიდი! არა. და დანიელები მოდიან შეტევაზე, ჩაკვეტაძე, კარგია, გაგნიძე. ისევ დანიელები ბურთით. არა, გადაურჩით უდიშარია და ძალიან კარგ პრესინგს თამაშობენ, უნდა ავარიდოთ თავი. ლოჩოშვილი ამოარტყა, კარგი გაყოლება გაგნიძეზე, კარგია, ჩააწოდა საჯარიმოში, ახტა მიქაუტაძე და ახტა ანგარიში 0-1-მდე. საქართველოს სასარგებლოდ 1-0. აბა რა, საქართველო ეს რომ მოიგოს შეეჯიბრება საუდის არაბეთსა და სლოვენიის შორის მოგებულს მერვედფინალში. და გუშინ ძალიან ცეცხლი და მაგარი თამაში იყო. მიუნხენის ბაიერნი ეჯიბრებოდა იმას, რა ქვია, პარის სენ-ჟერმენმა მოუგო მიუნხენის ბაიერნს, თან ხვიჩა კვარცხელიამ შეასრულა დუბლი. ეს რა თამაში იყო? ვიზიარებ, ვინც ეს თამაში გამოტოვა. ასე რომ დღეს არის არსენალი ატლეტიკო მადრიდი და ველოდებით რომ ჩამოყაროთ ანგარიშები. ჩააწოდა ქოჩორაშვილი. არა. და მოვაწოდებთ ქოჩორაშვილი, ტაბიძე, აზაროვი, არა წაართვეს აზაროვს. და ისევ ჩვენია ბურთი შეცდომა, დარტყმა, ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო, ჯარიმა გვაქვს. და მის ნაცვლად დავითაშვილი შემოვა. ჯარიმას ხვიჩა დაარტყამს. დარტყმა. და დანია შეტევაზეა. კარგია, ტაბიძე ამოკრა და ქოჩორაშვილი, კარგია. და საჯარიმოში ჩააწოდებთ გაგნიძე, დარტყმა არის მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფში პირველი გოლი გაგნიძეს. ეს რეებსვება გაგნიძე 2-0. ამ დროს პირველ მატჩში, როცა საქართველო დანია იყო, იქ უკვე 2-0 გვიგებდა დანია და ჩვენ მე მგონი ავუქაჩეთ მერე 2-2-ზე. ეგეც არის ელკარში. ახლა კი უკვე 2-0 ვიგებთ. კარგია, გაგნიძე, გაისროლა დუბლი. რა გასროლა და რა დუბლი. ოჰოჰო. ეს რა იყო? ამას ყავ-გოლი აღარ გვანახეს. და ახლა შეტევაზე არიან ისინი, რა ქვია, დანიელები. ჩააწოდა, მაგრამ მაგას თუ ჩაწოდება ერქვა და კარგი შეტევა საქართველოს. გაგნიძე ჰეტრიკისკენ მიიწევს, ჰეტრიკის ნიშნულისკენ. დარტყმა, მეკარე მოხსნა დამატებაზე. და დარტყმა კარიდან. და მე გეტყვით იდეას და თქვენ თუ დაეთანხმებით. ჩემპიონთა ლიგის მატჩები
ან ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა რამე ნებისმიერი, ანუ მე ჩემპიონთა ლიგას ვფიქრობ, უფრო ჩემპიონთა ლიგის თითოეული მატჩის ჰაილაითი ხო არ დავდო, ჩემი დაკომენტატორებული დაწერეთ კომენტარებში გსურთ თუ არა. ქოჩორაშვილი ჩაწოდა, გაგნიძე, გაგნიძეს ჰეტრიკი, რა მატჩს ატარებს დღეს. გაგნიძე ძალიან კარგი ახალგაზრდა გვყავს. და დანია მოდის შეტევაზე, თუ კიდე კონდეს აზრი მათ შეტევას. რა შეცდომა, ტაბიძე, ამოყარი ბურთს ფეხი, თავის თავზე იღებს, კარგად მიდის ჯერჯერობით, კიდე, არა, ჯერ არ წაართვეს. დანია შეტევაზე, და გადავრჩით, ძალიან კარგი. რას შვებიან, მაღლის ამორწყმა უნდათ, მაგრამ რას აკეთებენ ქართველები? რას შვები? გადავრჩით აქ ძილს რომ მოხდა ბურთი. ბერუაშვილი კაი მეკარია, მაგრამ შეცდომებიც თავზე საყრელად აქ. ასე რომ მალე მამარტაშვილი დაბრუნდება ძირითადში. რა ხდება? დარტყმა და ერთი გოლი მაინც გაგვიტანეს. საიდან გაიტარა, საიდან გაისროლა ყოჩაღდანის შემტევს. აი ამას უყურეთ, ახლა ის პასს მიცემს და იქიდან გაისვრის, გაიტანს, უითავი მოურტყია აქ ერთ-ერთს. თორე ესე უცებ ტრაექტორიას ვერ იცვლი და ქართველები არიან შეტევაზე, მაგრამ დანიამ წაგვართვა ბურთი. ლოჩოშვილი ვერ ამოარტყა, წაგვართვეს ბურთი და შეტევაზე მოდის დანია და აქ 4-2 ხდება ანგარიში, მეორე გოლიც გაგვიტანეს. და 10 მაისს არის ელ კლასიკო ბარსელონა მადრიდის რეალი და თქვენ უნდა უყუროთ თუ არა. და დანია აქ სახიფათო შეტევაზე, უკვე დანია სახიფათო გახდა, კამბექამდე ცოტა აკლიათ, ამიტომ უნდა ვეცადოთ და არ გავაკეთებინოთ კამბექი. იმიტომ რომ ზედიზედ მესამე გოლი გაგვიტანეს უკვე. თან სად შეაცურეს ბურთი, მაგრამ მე-80 წუთია და იმედები აღარ უნდა გადავწუროთ და საიდან გაისროლა მიქაუტაძე. გოლამდე რა ცოტა აკლდა, გოლის ნიშნულამდე. აზაროვიჩა წუდის საჯანი მოში, დარტყმა მეკარე მაიღო, კიდევ ერთი არი. გარედან მოხდა იმას ფადის. გოლი გეკუნებოდათ თან ისე მოხდა. ძალიან ეს. ყვარა, კარგია, რას აკეთებ? ეს რა ქნახვიჩო, ძალიან გადაიხალა ალბათ. და გვიტევენ აქ მე-4 არ უნდა გავატანინო და არ დამატონ. ჩაწოდეს და აქ გაგვიტანეს, მაგრამ თამაშგარი
შეგვიწყო ხელი 12 წუთი. ამდენს რატო ვამატებთ? იქნება არ გვინა რომ დაგვიქამბექონ. და მოარტყამს კვარაცხელია, კარგია. და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში. აი ეხლა გაჩვენებთ შედეგებს ყველა თამაშის მე-16 ფინალის. მოკლედ ჩვენ მოვიგეთ 4-3 დანიას, სლოვენიამ საუდის არაბეთს 4-2, პორტუგალიამ მექსიკა 2-0 პორტუგალია მოიგო, ინგლისმა ავსტრალიას 1-0 მოიგო, სერბეთმა ჩეხეთს 4-3 მოიგო, ბელგიამ იაპონიას 2-1 მოიგო, კანადამ ვენეზუელას 2-1 მოიგო, ნიდერლანდებმა პარაგვაის 1-0 მოიგო, არგენტინამ ეკვადორს 1-0 მოიგო, შვედეთს ბრაზილიამ 2-1 მოიგო, ტუნისს უკრაინამ 1-0 მოიგო, ესპანეთმა ალბანეთს 1-0 მოიგო, ურუგვაიმ მოიგო ალჟირს 2-1, ეგვიპტემ მოიგო კოტ-დ'ივუარს, ჩილემ პოლონეთს 1-0 მოიგო, ახალმა-ზელანდიამ ხორვატიას 5-2 და ესაა შედეგები და ახლა გაგაცნობთ ვინებს ვეჯიბრებით. ჩვენ სლოვაკეთს ვეჯიბრებით, პორტუგალია, ინგლისი, ამიტომ სახიფათო შემდეგი ეტაპი სერბეთი, ბელგია, კანადა, ნიდერლანდები, არგენტინა, ბრაზილია, უკრაინა, ესპანეთი, ურუგვაი,